ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს შობას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენი სარწმუნოების ყველაზე დიდი სიღრმე და სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ღმერთი ჩვენთვის განკაცდა, ჩვენმა ღმერთმა ხორცი შეისნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცდა და როგორც ადამის მიერ ყოველი კაცი ცოდვის ჯოჯოხეთის ტყვე იყო, ეშმაკის ტყვე იყო ადამიანი. გესმით თქვენ, ადამიანი იყო ეშმაკის ტყვე, ესე იგი ადამიდან მოყოლებული ვიდრე ქრისტეს შობამდე და იმ განგებულების აღსრულებამდე, რაც მან აღასრულა, ყოველი ადამიანი იყო ტყვე, ჯოჯოხეთის, ცოდვის და ეშმაკის. და სხვა მხრივ ადამიანის გამოხსნა შეუძლებელი იყო, ამიტომ ღმერთმა ხორცი შეისხა, განკაცდა, ღმერთი მოვიდა და იგივე ხორცით დაამარცხა ცოდვა, დაამარცხა მორჩილებით. და ჩვენ შობის დღესასწაულზე ძირითადად ყვებით ხოლმე იმ მოვლენებს, თუ როგორ მოხდნენ ბეთლემში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მართალი იოსები, თუ როგორ მოაწია შობის ჟამა და საკვირველი რამე გვესმის. არ ვიცი თუ დაფიქრებულ ხართ ამაზე, რომ სახარება რო წავიკითხეთ, ჩვენ იქ ეწერა, რომ მოაწიაო ჟამაო, შობის ჟამაო და ადგილ არა იყო მათ და სავანესა მასო. ესე იგი ღმერთი უნდა დაბადებულიყო და ადგილი არ იყო მისთვის. და მისტიურიც არის ესა, იმიტომ რომ რას ამბობს უფალი სახარებაში, რომ სასუფეველი გულთაშინა თქვენთა არსო, თქვენ გულებშია სასუფეველი. ადგილი სადაც შეიძლება კი არა, სადაც უნდა იშვას ქრისტე. აი ყველაზე კარგი დალოცვა შობის დღესასწაულზე არის ესეთი, რომ ქრისტე შობილიყოს ჩვენს გულებშიო და ჩვენ ამას ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს. მაგრამ დღეს ცოტა ისე მინდა, ცოტა ისე ეს გავამარტივოთ, კი ვეუბნებით კი, რომ აი ქრისტე შობილიყოს ჩვენს გულებში, მაგრამ არ ვიცი თქვენ დასვით თუ არა ეს კითხვა, მაგრამ როგორ უნდა იშვას ქრისტე ჩვენს გულებში? ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე სრული კაცება შეიმოსა, სრული ღმერთი და სრული კაცია, იშვა ამ ქვეყანაზე, აღიზარდა, ქადაგებდა, ასწავლიდა, სასწაულებს ახდენდა, შემდგომ ჯვარს ეცვა, ჯვარზე სიკვდილი დაითმინა, მოკვდა, დაეფლა, აღდგა და ამაღლდა ზეცად. აი ეს არის ის, რაც ქრისტემ აღასრულა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ჩვენში. პირველ რიგში ჩვენს გულებში, როგორც თქვით და როგორც უსურვებთ ერთმანეთს დღევანდელ დღეს, ჩვენს გულებში უნდა იშვას ქრისტე. ახლა თუ ადამიანი ხშირად აი გონებით უნდა რომ რაღაცა დაიდასტუროს და დაიმტკიცოს, აი როგორ უნდა იშვას ჩვენ გულებში ქრისტე. ძალიან უბრალოდ, აი მაგალითად თქვენ თითოეულ თქვენთაგანს ყავთ ისეთი ადამიანი, რომელიც გიყვართ, ხო? და როდესაც ეს ადამიანი გაგახსენდება, აი დააკვირდით რა ხდება თქვენს გულში. ძალიან მარტივი შედარება შეიძლება. რა ხდება თქვენს გულში? აი ეს ადამიანი რო გიყვარს და გაგახსენდება, რა ხდება თქვენს გულში? ქრისტე რო გაგახსენდება, მაგ დროს ხდება ის შენს გულში და თუ არ ხდება, ესე იგი არ შობილა ჩვენ გულში ქრისტე. ხო და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ესე იგი ქრისტეს სიყვარული საერთოდ ადამიანში არის, ადამიანის გულში, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გავაღვივოთ. თუ კი შევძელით ესა, რომ ქრისტემ ჩვენ გულში ადგილი იპოვა, ხო? და თუ კი როგორც იმ საყვარელ ადამიანზე, რომელიც გვახსენდება, გინდა შვილი იყოს, გინდა დედმამიშვილი იყოს, გინდა ვინც უნდა იყოს, შევადაროთ, კი, შეიძლება რომ შევადაროთ და თუ კი მსგავსი, ესე იგი, სიყვარული გვაქვს ჩვენ, ესე იგი ჩვენს გულში ქრისტე შობილა. თუ კი მერე ესეთი
შედარება შეიძლება კიდე გავაკეთოთ, რომ აი ადამიანს რო გაიცნობ, აი მაგალითად გაიცანი ადამიანი, ხო? და მე რო გაიცნობ ამ ადამიანს და როცა მოისმენ მის საუბარს, მის ხედვას ამ ცხოვრებაზე, თუ როგორ აღიქვამს სამყაროს, რას ქადაგებს, რას ამბობს, ხო? და თუ მე რო ესე რო დაუახლოდები ამ ადამიანს და მოგეწონება მისი სიტყვა და საქმე და ქადაგება, ხო? მე სულ ამ ადამიანთან გინდა იყოს, სულ გინდა რომ მოусმინო მას, მის ნათქვამებს ითვალისწინებ, ხო? თუ კი ესე იქნება ჩვენთვის ქრისტე, რომ ესე იგი მისი ქადაგება ჩვენთვის დამოძღვრელი იქნება, ჩათვალეთ რომ იზრდება ჩვენში ქრისტე. ნახეთ? იშვა ჩვენში ქრისტე და იზრდება ჩვენში ქრისტე. შემდეგ თუ კი და იწყებს ქადაგებას ჩვენში ქრისტე. აი რა ჩამოვთვალეთ, ნახეთ? იშვა, აღიზარდა, ქადაგება დაიწყო, სასწაულებს ახდენდა. ხო, აი ნახეთ, ჩვენში აი წმინდა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსი ქადაგებს ასე ამ სახით, ამ შინაარსით, რომ ეს ყველაფერი ჩვენში უნდა მოხდეს. იცით რა არის? აი დააკვირდით, რამდენი წელი გადის, რამდენი შობა გადის, ხო? ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში, დღესასწაულობ ჩობას, მაგრამ ჩვენში ცვლილება არ ხდება. რისი ბრალია ეს? აი მის ბრალია, რომ ჩვენს გულში იქნება არ შობილა ქრისტე, იქნება არ იზრდება ქრისტე, იქნება არ გვიქადაგებს, იქნება სასწაულებს არ ახდენს ჩვენში ქრისტე და როდის ხდება ჩვენში სასწაულიო, ამბობს წმინდანი და როდესაც შენში ქრისტე იშვება, გიქადაგებს და ხდება ძალიან დიდი სასწაული. შენში გარდაქმნა ხდება, შენ სხვა ადამიანი ხდები. აი რასაც პავლე მოციქული ამბობს, უკანასამას დავიწყებ და წინასამას მივწვდები. ანუ ძველი კაცი შემოგეძარცვება შენ. ძველი კაცი, ახალი ადამიანი შენში იშვება და ეს არის სასწაული, რომელსაც შენში ახდენს ქრისტე. და თუ კი ჩვენ ადრე სხვანაირი ვიყავით, ეხლა სხვანაირი ვართ, ყველაზე დიდი სასწაული მოუხდენია ქრისტეს. იმაზე დიდი სასწაულიო, ამბობს წმინდანი, რომ ესე იგი 4 დღის მკვდარი ლაზარე რო აღადგინაო, თუ კი შენ ადამიანი გარდაქმნა და შეცვალა ქრისტეს მოძღვრებამ, ეს უფრო დიდი სასწაულია, ვიდრე ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებაო, ამბობს. და თუ კი შენ განათლებული აი ამ დალოცვილი მოძღვრებით იწყებ ბრძოლას ცოდვასთან და სოფელთან, როგორც ამბობს მოციქული, სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე სოფლისა გამო. ესე იგი, შენში ჯვარცმა აღესულა, ანუ შენ ჯვარს აცვი შენი დაცემული მე, შენი ცოდვები და აი სასწაულები, აი ყველა ესენი შენში უნდა, ჩვენში უნდა ხდებოდეს. ეს ყველაფერი და სხვანაირად აღდგომას ვერ მოხდება ჩვენში. და ამ ყველაფერს მათე მახარებელი დღევანდელ სახარებაში ესე ამბობს, რომ ესე ყოველი იქნაო, რაით აღესულო სიტყვა იგი წინასწარმეტყველისა, რომელ თქვაო. ესაია წინასწარმეტყველის აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუილ, რომელ არის თარგმანები ჩვენთანა ღმერთი. და ესე ყოველი იქნაო, ნახეთ, მათე მახარებელი რას ამბობს? ესე იგი, შობას ყველაფერს უწოდებს. ქრისტე რომ იშვა, რომ მოვიდა ამ ქვეყნიერებაზე, ამას უწოდებს ყველაფერს. ეს უკვე ყველაფერიაო, ამბობს. და ანგელოზები კიდე გალობდნენ ესეთ გალობას. დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. და აქ ესე იგი რა მშვიდობაზეა საუბარი, რომ ბეთლემ შინა შობილმა ქრისტემ, რომლისთვისაც ადგილი არ იყო მისთვის, რომ იმ სახლებში, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები მიდიოდნენ და ღამეს ათევდნენ, თქვენ ისით ეს აღწერა მოხდა აგვისტოს კეისრის მიერ და ყველანი თავიანთ ქალაქებში მიდიოდნენ და ბეთლემში მათთვის ადგილი არ აღმოჩნდა და ქრისტემ კიდე თავისი შობით
აი წეღან რითი დავიწყე ჩვენ საუბარი რომ მთელი ადამის მოდგმა ჯოჯოხეთის და ეშმაკის ტყვე იყო და ქრისტემ თავისი შობით კაცობრიობა შეარიგა ღმერთს. აი ამ მშვიდობაზეა საუბარი. და კაცთა შორის სათნოება კიდე იმ სათნოებაზეა საუბარი რომ აი თუ კი ჩვენს გულში ქრისტე იშვება, თუ კი ჩვენს გულში ქრისტე გაიზრდება, თუ კი ჩვენში ცოდვა ჯვარს ეცმება, ხომ? მაშინ აუცილებლად იქნება კაცთა შორის სათნოება, იმიტომ რომ ჩვენი მოძღვრება ისეთია, რომ ესე იგი აუცილებლად მოგვიტანს მშვიდობას და აუცილებლად მოგვიტანს კაცთა შორის სათნოებას. აი რაც ახლა ვილაპარაკეთ, თუ ეს ჩვენში არ არის, თუ ეს ჩვენში არ ხდება, ხო? ესე იგი რაღაცა უნდა ვეცადოთ, რაღაცა უნდა ჩვენი თავი რაღაცნაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენს გულს გაეკაროს ეს ყველაფერი, თორემ გავა კიდე ბევრი წელი, კიდე ლიტურგიული წრე არ გაჩერდება. კიდე ბევრი შობა იქნება. ეს რატომ არის მაგალითად აი მთელი ეს 40 დღიანი მარხვა, მთელი ეს საკითხები, ყველაფერი გვამზადებს ჩვენ რა უნდა ამით უფალს? აი სწორედ ეს უნდა რომ იქნებ რამენაირად გაუღო კარი შენი გულის კარი. იქნებ იშვას ქრისტე, აი ჩვენმა პატრიარქმა რომ სანთლები რო გვაკურთხა, რომ სახშიო ანთეთ სანთლებიო და უთხარითო ქრისტესო რომ აი ჩემთან მოდიო, ხო? ეს ზუსტად ამას ნიშნავს, ოღონდ ძალიან უბრალოდ, აი ჩვენმა პატრიარქმა ეს ძალიან ისე უბრალოდ მოგვაწოდა ჩვენ რომ ყველა ადამიანს შეუძლია რომ და იცით რა თქვენ შეიძლება ჩვენ აქ მთელი ღამე ფეხზე ვიდგეთ და სადღაც ვიყოთ გონები და შეიძლება ვიღაცა ან ბავშვი ან ვიღაცა უბრალო ადამიანი სახში იყოს და ესე ორი სიტყვა უთხრას ქრისტეს რომ აი მოდი შენ ჩემთან მოდი, ჩემ სახში მოდი, აი ჩემი კარები ღია არის, სანთელი ანთებული მაქვს, მოდი ჩემთან. ხო, აი შენ ადგილი რო არ ქონდა იქ ბეთლემში, ხო, აი ჩემთან მოდი და შეიძლება იმის გულში იშვეს ქრისტე. შეიძლება ჩვენში არა. ამიტომ ამას მივაქციოთ ყურადღება. აი ამ შობას, დღევანდელ შობას მე ამ შინაარსით მინდა რომ ხო და შეგევედროთ რომ ასე დავფიქრდეთ. ის არა რომ ჩვენ აი მოვედი და მე აქინა რაღაცნაირი კმაყოფილება მივყვება რომ ჩვენ ღამე გავათიეთ. რა თქმა უნდა უფალი ყველაფერს იწირავს და ორი ლეპტად შეიწირა ქვრივი დედაკაცისგან და ჩვენგანაც შეიწირავს. ეს სათნოებებიდან დაქვრივებული ადამიანებებიდან შეიწირავს იმ ორ ლეპტას რომ მოვედი და დავდექით, მაგრამ უფრო მეტია საყვარელო ადამიანს წარმოიდგინეთ რამხელა ნიჭი აქვს. უსასრულო იყვენი თქვენ სრულ ვითარცა მამა თქვენი ზესათა სრულას და პირველ რიგში აი შობა არის ზუსტად დასაბამი აი ამ თუ ჩვენ გულში ქრისტე არ იშვა ვერანაირ სისრულეს ჩვენ რა სისრულეზეა საუბარი თუ არ დაბადებულ ხარ აი ესე რო ვთქვათ ხო ინებოს ღმერთმა რომ ესეც სიმბოლურია რომ ბეთლემში ბაგაში იშვა ქრისტე და ჩვენ ზიარების წინა ლოცვებში ვამბობთ მაგას რომ რომელიცო ბაგას საშინაიშიო ჩემშიც და იშვიო ჩემშიცო და ჩვენი გულებიც ამ ბაგას მიმსგავსებული იყოს და ჩვენ გულებშიც შობილი იყოს ქრისტე ამინ